ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა, რეალიზება თუ მოხმარება მალე მკაცრად დაისჯება. მმართველი გუნდი ანტინარკოტიკულ რეფორმას აანონსებს და კანონის გამკაცრებას გეგმავს. იმისათვის, რომ ნარკოდამოკიდებულთა რიცხვმა იკლოს და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრდეს, როგორც დიდი, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს და მათ დამხმარეებს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იმუქრებათ. დასაშვები ხდება რეალიზატორებისთვის ქონების ჩამორთმევაც. იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმუშაოს, იმოქმედოს ეფექტურად, მათ შორის როგორც მათ მიმართ, ასევე ოჯახის წევრების მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების გავრცელებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ნარკოტიკების გაყიდვაში, მათ მიმართ იყოს შესაძლებელი დახვეწილი მექანიზმის შედეგად, რომ ჩამორთმეული იქნას ქონებები და გადაცემული იყოს სახელმწიფოსათვის, რომელიც, რა თქმა უნდა, მერე უკვე მოხმარებული იქნება ისევ და ისევ ნარკომანიასთან ბრძოლის ფარგლებში. რეალიზატორებთან და მათ დამხმარე პირებთან ერთად კანონი მკაცრდება ნარკომომხმარებლებისთვისაც. 1 ივნისიდან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ან ნარკოლოგიური შემოწმების თავის არიდების გამო პირს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა 3 წლით ჩამოერთმება. საჯარო სექტორსა და პედაგოგიურ დაწესებულებებში დასაქმების უფლება კი 5 წლით შეეზღუდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ ეფექტური და პროპორციული სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძოლოს ნარკოდანაშაულს. შესაბამისად, ჩვენს მხრიდან არის შემოსავებული ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამის მყარ და სამართლიან გარანტიებს შექმნის. ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეფორმის შემუშავებაში საპარლამენტო პარტიებმა ერთობლივად იმუშავეს. ცვლილებების ინიციატორების და კანონპროექტის ავტორების თქმით, რეფორმა გარედან ხელოვნურად თავს მოხვეულ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას დაასრულებს. ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ კაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის. თქვენ იცით, რომ უკვე ორგანიზებულ დანაშაულში გადადის ნარკოტიკების გასაღება და ორგანიზებული დანაშაულის მონაწილის ბედი ერგუნება იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ნარკოტიკების გასაღებას და გაყიდვას. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დაკვეთაც არის ეს, რომ მათ შორის კანონმდებლობაში იყოს საკმაოდ მკაცრი მიდგომები რეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო საფუძველი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენთან კონსულტაციების საფუძველზე დააინიცირა ეს კანონპროექტი. ერთი სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე დახმარება, მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, ამას სასულიერო პირებიც ეთანხმებიან. თუმცა საკითხის კომპლექსურობაზე და სწორი მიდგომების აუცილებლობაზე საუბრობენ. მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლოს ყოველივე, არამედ მნიშვნელოვანი არის დახმარება იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები და ასევე ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი იყვნენ დაცული ამ განსასწრებისაგან. ის რომ რეალიზატორები კაცრად დაისჯებიან, ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ აი ამ რეალიზატორებსა და ნარკომანებს შორის ან დამოკიდებულ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ხალხს შორის როგორ იქნება ზღვარი გავლებული, ეს რთული საქმეა. ამიტომ ამას უნდა რაღაც კომპლექსური მიდგომა და რაღაც ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დოკუმენტი ბიუროს სხდომაზე უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.